შემოდგომის ფერებმა წელს არა მხოლოდ ბუნება, არამედ თბილისის ხელოვნების სივრცეებიც გაანათა. აბრაშუმის გალერეამ უმასპინძლა თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენას შემოდგომა 2025. სახელგანთქმული აკადემიკოსებისა და პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო დამწყები და თვითნასწავლი ავტორების ნახატებიც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებდა თვით საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ბატონი გურამ ცერცვაძე. მრავალფეროვანი გამოფენა არის, ჟანრობრივად უაღრესად საინტერესო გამოფენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალ მონაწილეობას ეხება. ეგრეთ წოდებული ნაიური ხელოვნების წარმოდგენა შეგვიძლია. ძალიან საინტერესო სახეები და ღონისძიებას ახლდა წიგნის პრეზენტაციაც ეპოქის ფერები, სადაც თავმოყრილია 50-მდე თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშევარი. ავტორები ამბობენ, რომ ლამაზი ფერებით ახალ ეპოქას ქმნიან. წიგნი დაიბეჭდა სვეტის გამომცემლობაში მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით ორ ენაზე ქართულად და ინგლისურად. შეიქმნა მხატვართა ლიგის თავმჯდომარის გია მარკოზაშვილის ხელმძღვანელობითა და თამარ თოიძის იდეით. მეგახლავართ საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის ართ-მენეჯერი, იდეის ავტორი და წიგნი ეპოქის ფერების ერთ-ერთი რედაქტორი. აი დღევანდელ გამოფენასთან დაკავშირებით რო ისაუბროთ, რა თქმა უნდა ეს გამოფენა ზოგადად მიგეს რა რამდენად ხშირად იმართება თქვათ თავისუფლების დღეებები, ვინ იღებს მონაწილეობას, თქვათ დამწყები მხატვრები, აი ამ საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგა დაარსებულია 2012 წლიდან, აქტიურად მონაწილეობს და უდგას მხატვრებს გვერდში. ყოველ სეზონზე ეწყება საგამოფენო და საკატალოგო გამოფენები ყოველ სეზონურად, ასე რომ ვთქვათ. ახლა იყო შემოდგომა 2025. სხვათა შორის ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებს როგორც აკადემიკოსი მხატვრები, დამწყები, თვითნასწავლი, მოყვარული, ასევე პანდემიის ეპოქის დროს აღმოცენებული მხატვრები. ამიტომაც იყო ესეთი მრავალფეროვანი, ყავს ასევე ძალიან საქართველოს დამსახურებული მხატვრები, ასევე მონაწილეობენ საზღვარგარეთ აღიარებული მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენებზე ლაურეატები და ასე შემდეგ. ყავდა ასევე წელს პირველად პრეცედენტი იყო ყველაზე პატარა მონაწილეები, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი ამ დიდი მხატვრების გვერდზე საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევრებთან ერთად. ამიტომ რომ ზოგადად მხატვარი არის სიტყვაწართმეული მწერალი და მადლობა უფასო საქართველოში ყველა ხატავს, ყველა მღერის ძალიან ნიჭიერი ვართ და ჩვენ ვართ იმის საშუალებას, რომ ქართულ საზოგადოებას უჩვენოთ მისი ნამუშევრები. ემიგრანტები რამდენად ხშირად იღებენ? ემიგრანტები მონაწილეობას ხშირად იღებენ, სხვათა შორის ხდება რაღაცა თუნდაც ისე თავისი პროფესიონალური ის გამოაწასული და შეიძლება ეცდები რომ მხატვარი პარალელურად დეფინირებოდეს სიტყვაც და არტს. ეს და იგივე ადამიანები რამდენად ხშირად იღებენ მონაწილეობას და აი თუ ყოფილა შემთხვევა მაგალითად რომ ერთხელ მიუღიათ მონაწილეობა და მერე ყოფილა ესეთებიც ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი იყო 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობს და ერთგულად ყველა გამოფენაში მონაწილეობას იღებს. ყავს ესეთი ძეგლური ოქროს წევრებიც. ესეთ რა როცა გიყვარს შენი საქმე, იმას აგრძელებ ისე თუ რაღაცა. ჩვენ ამ გამოფენაში კიდევ იყო ორი უკვე გარდაცვლილი მხატვარი, რომლის ოჯახსაც სურვილი ჰქონდა, რომ მისი ნამუშევრები გამოფენილიყო და შესულიყო თუნდაც ჩვენს გამოშვებულ წიგნში ეპოქის ფერები. ანუ ვახერხებთ იმასაც, რომ უკვე გარდაცვლილი მხატვრის ხსოვნა შევინარჩუნოთ. ნამდვილად ძალიან კარგი გამოფენაა და ჩემი აზრით ასეთი ერთობლივი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრებისთვის. მე ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ვთვლი, რომ ყოველი გამოფენის შემდეგ პროფესიულად ვიზრდები, ბევრს სწავლობ ჩემი კოლეგებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა, გამოცვლა
და დიდი მადლობა მხატვართა ლიგას და დიდი მადლობა თამარ თოიძეს, რომელმაც მოგცა ეს მნიშვნელობა ბატონ გია მაკოზაშვილს, რომელმაც ასეთი არაჩვეულებრივი გამოფენა მოაწყო. ჩემი ემოციები ყოველ წელიწადში 4-ჯერ კეთდება ეს და მადლობა მხატვართა ლიგას, რომელსაც მუშაობს. და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ აი ფასდება რა ჩვენი შრომა, ოღონდ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი ფინანსები კეთდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანმა მხატვართა ლიგიდან მართლა საფუძველი როგორც შეუძლია ისე აკეთებს მხატვართა ლიგა და კიდევ ერთი მადლობა მას და ძალიან ემოციურია სხვადასხვა სტილის, გრაფიკული ინტერპრეტაცია, სხვადასხვა სტილი. ამიტომ მადლობა.